პროსახელისუფლებო მედია ჩეხეთში EUTOODIR-ის მისიას საქართველოს არჩევნებს манипуляციურად ადარებს და ამტკიცებს, რომ EUTOODIR-ი ჩეხეთში 60 ოქტომბერს გასამართი არჩევნების დაკვირვებას აპირებს, რომელზე მიწვევაც 2 სექტემბერს მიიღო. ამის ფონზე კი ორგანიზაციამ 4 ოქტომბერს ჩანიშნულ საქართველოს თვითმმართველობის არჩევნების დაკვირვებაზე უარი განაცხადა. რეალურად ჩეხეთს EUTOODIR-ის საჭიროებების შეფასების მისია ჯერ კიდევ მაისში ეწვია, რომელმაც ჩეხეთის არჩევნებზე არჩევნების შეფასების მისიის გაგზავნის საჭიროება დაადგინა. აგვისტოში კი ამ მისიის წევრების რეკრუტირება დაიწყო. ჩეხეთის მთავრობას ამ თვეების განმავლობაში პოზიცია არ შეუცვლია და ოფიციალური მიწვევა ორგანიზაციას 2 სექტემბერს გაუგზავნა. როგორ მიმდინარეობდა პროცესი საქართველოში? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ზედმეტი იქნება EUTOODIR-ის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით. 7 ივლისს EUTOODIR-მა ეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ. EUTOODIR-ი სინანულს გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული განზრახვის გამო არ მოიწვიოს მისია მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. 6 სექტემბერს საქართველოს პოზიცია შეიცვალა. მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად EUTOODIR-ის მისიის მოწვევის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც EUTOODIR-ის შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა. 9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაცია არჩევნებს არ დააკვირდებოდა. მისიის დირექტორის მარია თელალიანის განცხადებაში ვკითხულობთ. სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ასეთ გვიან ეტაპზე მოგვიწვიონ, ხელს უშლის შინაარსიან დაკვირვებას და EUTOODIR-ს არ ექნება არჩევნების სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის შესაძლებლობა. EUTOODIR-ს მითების დეტექტორიც დაუკავშირდა. მისიის წარმომადგენლის კატია ანდრიუშის წერილში ვკითხულობთ. ჩვენი ყოვლისმომცველი, მიუკერძოებელი და სისტემატური მეთოდოლოგიის შესაბამისად, არჩევნების დაკვირვების მისია იგზავნება არჩევნების დღემდე 6-დან 8 კვირით ადრე. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ჩეხეთის ხელისუფლებამ ჩვენი მიწვევის მზადყოფნა არაერთხელ გამოთქვა, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ საჯაროდ განაცხადა და მრავალი კვირის მანძილზე იმეორებდა საკუთარ განზრახვას არ გამოეგზავნათ მოწვევა. თუ გული გულობს, ხადა ორი ხელით იჭმევა და არ არის პრობლემა არ იყო, ჩამოსულიყო და დაკვირვებოდნენ.